სალამ მეგობრებო, მე მინდა ვისაუბრო პრაქტიკაზე, რომელიც ჩემთვის ცოტა ახალია და მეორედ ვატარებ უკვე. პირველად 40 საათი გავაკეთე მშრალი შიმშილი და ეხლა 48 საათია უკვე ვაკეთებ მშრალ შიმშილს. რას ნიშნავს მშრალი შიმშილი? ა 48 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ არც სითხე, არც საკვები, არანაირი ფორმით, არც წყალი, არც ყავა, ჩაი, არაფერი და აკვირდებით თქვენს ორგანიზმს და მიახლოებით ჩავშლი რა ეტაპებს გადიხართ. ნახე მე მშრალ შიმშილზე ვიდეოები, არაქართულ, რუსული და უცხოური ვიდეოები ვნახე, სადაც რეკორდი რა, მაქსიმალური დაშვება არის სადღაც 7-დან 9 დღემდე, რომელიც ძალიან საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთი ორგანოები გაითიშოს. ყველაზე დიდი დარტყმა აქვს თირკმელებს და ასევე ნაწლავების პრობლემებით შეიძლება დაიწყოს. 24 საათი კარგია შიმშილი, კვირაში ერთხელ შეიძლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 48 საათი ეს არის ლიმიტი, ანუ მაგის მერე უკვე საჭირო აღარ არის. ეხლა როგორ ვგზნობ თავს? მიუხედავად იმისა, რომ წესით მაგრა უნდა მშიოდეს, საერთოდ შიმშილმა გადამიარა. სადღაც 2 საათის წინ ვიყავი აგროხაბშიც, ოჯახში რაღაცები მოვიტანე, ანუ პროდუქტები და ვიცოდი, რომ რამოდენიმე საათია დარჩენილი კიდე, რომ დავასრულო ეს 48 საათი და ამის გამო რაღაცნაირად შინაგანად ვბლოკავ იმას, რომ საჭმელს რო უყურებ, ჯერჯერობით არ მინდება. პირველი 15 საათი არის ცოტა რთული. არის, იმიტომ რომ მიუჩვეველი როა ორგანიზმი, ანუ რთულია გადატანა. 15 საათის მერე ნელა-ნელა გაგივლით, მაგრამ პირში იცის ისეთი სიმშრალე, რაღაც ნადებივითაც იცის, რომელიც შეგიძლიათ უბრალოდ გამოივლოთ წყალი და გადაასხათ, მაგრამ მაგასაც არ ვაკეთებ. ხო, ეს მშრალი შიმშილი არის ორი ნაირი კიდე, არსებობს ჩვეულებრივი მშრალი შიმშილი და კაცრი. კაცრი ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არც წყალი არ უნდა გადაივლოთ და ხელებიც არ უნდა დაიბანოთ. მაგრამ მე ეს გავაკეთე, ხელებიც გადავიბანე და დღეში ერთხელ პირის ღრუც შეგიძლიათ ჩოთკით, კბილის ჩოთკით იმასკნათ. იმიტომ რომ ამბობენ, რომ მკაცრის შიმშილს იცავს, კანიდან ხდება სითხის შეწოვა, ის რაც ორგანიზმს ჭირდება. გამაჯანსაღებელი შიმშილი, ანუ რაღაც როცა პრობლემები აქვს ორგანიზმს, რაიმე დაავადება, ნანთება, იწყება 3 დღის მერე გაჯანსაღება, მაგრამ 1 და 2 დღე ეს არის უბრალოდ პროფილაქტიკური. ამ პერიოდში ხდები ძალიან ისეთი უფრო გზნობ გარშემო ყველაფერს. ხო, სასურველი არის, რომ იყოთ აქტიური. ოღონდ სიცხეში არ უნდა იაროთ, აქტიური უნდა იყოთ. მე ხა დღეს მეორე დღეა და გავიარე 4-5 კილომეტრი. ფიზიკური ვარჯიშები არ გამიკეთებია, ანუ რაღაც მძიმები არ წამიღია, წამომიღია,
მაგრამ ჩვეულებრივ რუტინული დღე მქონდა და ვფიქრობ, რომ სადღაც 10 დღეში კიდევ გავიმეორებ. ხო, გამოსვლას რაც შეეხება. როდესაც 1 დღე ან 2 დღეში მშილობ, მაშინ ეს რამე ის არ არის, რაღაც ძალიან რთული არ არის გამოსვლა. შეგიძლიათ მეორე დღეს მიიღოთ უბრალოდ როდესაც დაასრულებთ შემდეგ დღეს მიიღოთ მაწონი. მაწონის მერე სადღაც 1 საათში შეგიძლიათ მიიღოთ უკვე საკვები მცირე დოზით და მერე ჩვეულებრივად რა. მაგრამ როდესაც ხდება შიმშილი 4 დღიანი ან 5 დღიანი შრალ შიმშილზე მაქვს საუბარი. იმიტომ რომ სველი შიმშილი შესაძლებელია 2-3 კვირას და ბევრად უფრო მარტივია. შრალ შიმშილის 1 დღე უდრის სველ შიმშილს 3 დღეს. ანუ 48 საათი შრალი შიმშილი უდრის 6 დღე რომ არ ჭამო და მარტო წყალი სვა. წონაზე 2 დღეში არაფერნაირად არ მოქმედებს და ვერ იტყვით რომ რაღაცა წონა მომაკლდა. თუმცა თუ ცოტა ჭარბწონიანი ხართ, შეიძლება დღეში დაიკლოთ, აი ჭარბწონიანები იკლებენ დღეში კილოდან კილო 300-მდე. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ალბათ 200-300 გრამი, ანუ ზედმეტი თუ არ გაქვს რაღაც წონა, დიდად 2 დღიანი შიმშილი არაფერს არ გიზავს. ეს არის უბრალოდ ორგანოების დასვენება და გარემოს უკეთესად აღქმა და შემდეგ რაღაცას როცა მიირთმევთ მესამე-მეოთხე დღეს მაგ საკვების უფრო დაფასება და უფრო სხვანაირად შეგრძნება. ერთი დავამატებ კიდევ რომ როგორც ვიდეოებში უყურე და მე რამოდენიმე ადამიანმა მირჩია კიდევაც უფრო ადვილი გადასატანი არის თუ ხარ ბუნებასთან ახლოს. და სასურველია ფეხში შველმა იაროთ მიწაზე. თუ ბალახი ან მიწა არ არის ახლო-მახლო, შეგიძლიათ იაროთ მეტლახზე, ოღონდ გარე სივრცეში. თუ ეხლა რაღაც ყინვა არ არის და რაღაც, ანუ ჩვეულებრივად შემოდგომის და გაზაფხულის ამინდებში შეგიძლიათ გამოხვიდეთ სულ რაღაც 3-5 წუთიც რო ფეხი შველა იაროთ, მაგ დროს ხდება ფეხის გულებზე წერტილების სტიმულირება და სხვანაირი აღქმა ხდება. ძალიან კარგად ედება ამ შრალ შიმშილს ფეხის გულების მასაჟი და ფეხშველის სიარული. რთულია რაღაცებზე მობილიზება გონებრივად. რაიმე ეხლა მცირედ რაღაც გაწყვეტილებები შეგიძლია მიიღო, მაგრამ აი ცოტა ფიქრი გიჭირს. ფიქრი რასაც დავუშვათ სხვა დროს მობილიზება არის ცოტა რთული რა. თუმცა ძალიან საინტერესოა.